პატარა ინდონეზიურ არქიპელაგზე მარჯნის რიფები ცოცხლდებიან. ეს ხდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, როდესაც მთვარე, მოქცევა, წყლის ტემპერატურა და დღის სიგრძე ერთმანეთს დაემთხვევა. რიფებზე განაყოფიერების დროა. თითოეული პოლიპი ერთსა და იმავე დროს მილიონობით მარჯნის კვერცხუჯრედს და სპერმას გამოყოფს. მარჯნის პოლიპებს მოძრაობა არ შეუძლიათ. ისინი მარჯნის ჩაკირულ სხეულზე არიან მიმაგრებულნი. ერთად შეკრება მასიურ განაყოფიერებას ნიშნავს. ამ ღამით ბევრი მჭიდროდ დაკავშირებული სახეობა თითქმის ერთსა და იმავე დროს ყრის ქვირითს. ზოგი კვერცხუჯრედს გამოყოფს, ზოგიც სპერმის ღრუბლებს უშვებს. წყალში ტივტივის დროს ათასობით სხვა ქვირითს ერევიან. ქვირითის დაყრა დაახლოებით 7 დღეს გასტანს. ზოგჯერ ორი სხვადასხვა ჯიში ჯვარდება და სრულიად ახალ სახეობას წარმოქმნის. მილიონობით წლის განმავლობაში გენების შერევამ ეს თვალუწვდენელი წყალქვეშა მეტროპოლისი შექმნა. ათასამდე სახეობის მარჯნის მეგასტრუქტურის სხვადასხვა ჯიში ფარავს წყალმარჩხის ზღვის ფსკერს. თითოეული მათგანი ეკვატორული სარტყელის უხვი რესურსით მზის ენერგიისკენ მიისწრაფვის. მარჯანი ქვირითს წელიწადში ერთხელ ყრის, თუმცა არსებობს სხვა სახეობები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მრავლდებიან. რიფებზე რამდენიმე საოცრად ჭრელი ბინადარი ცხოვრობს. რანჭია მანდარინა. ის პარტნიორის მოსაზიდ ცეკვას ასრულებს. შეიძლება ცეკვა საშიში იყოს. უამრავი მტაცებელი მზადაა თავს დაესხას დაუდევარ ბინადრებს. თუმცა ყველაფერი ისე როდია, როგორც ჩანს. ამ პატარა თევზს მეორე სახელიც აქვს დრაკონთევზა. მისი სხეული პაწაწინა ქერცლით არის დაფარული. შეუძლია საშინელი სუნის მქონე ტოქსიკური ლორწო პოტენციურ მტაცებელს შეუყვანოს. შეიძლება ზედმეტად მოგეჩვენოს, მაგრამ პატარა თევზს თავისი მიზეზები აქვს. მას წყლის ცხოველთა ძირითადი დამცავი თავისებურება, ქერცლი არ გააჩნია. მდედრი ბოლოს დამორჩილდება. ნაშიერს მშობლები არ ზრდიან. მარჯნის პოლიპების მსგავსად მათი სტრატეგია მასობრივი გამრავლებაა. ასობით კვერცხუჯრედსა და სპერმას გამოყოფენ, რომელიც ერთმანეთს წყალში ერევა. ამით შემოიფარგლება მათი, როგორც მშობლების როლი. განაყოფიერებულ კვერცხებს დინება შორეული რიფებისაკენ წაიღებს. მანდარინა თევზის მსგავსად ეს დიდი მელანთევზაც ქვირითის დასაყრელად ემზადება. თუმცა ჯერ უნდა ინადიროს. ის მყისიერად გარდაისახება გარემოს შესაბამისად. კანის განსაკუთრებული უჯრედების საშუალებით ფერის შეცვლას ახერხებს.
დრო და დრო ელვისებურად ანათებს და ამით პატარა თევზებს აჰიპნოზებს. მელანთევზა იშვიათად აცილებს მიზანს. დედრმა ფერი იცვალა, რათა მის ქვემოთ მდებარე რიფებს შეერწყას. თუმცა არ ნადირობს, რიფს მოსინჯავს და ძვირფას ტვირთს, კვერცხებს იქ მოათავსებს. კვერცხების გამოჩეკას თვეზე მეტი სჭირდება. როგორც კი მელანთევზა განაყოფიერდება და კვერცხებს დადებს, ორივე, დედრიც და მამრიც, მალე კვდება. თუმცა ზოგი უფრო მალე ნებდება სიკვდილს. მელანთევზას მელანის შხეფები ამ ქორჭილას ვერაფერს დააკლებს. პატარა თევზებისა და კიბოსნაირების ასეთი მრავალფეროვნების გამო აზია წყნარი ოკეანის რიფები მტაცებელთათვის ნამდვილი სამოთხეა. ახლად გამოჩეკილი თევზებისათვის გადარჩენის საკითხი ასე დგას. ჭამე და ეცადე, რომ არ შეგჭამო. აზია წყნარი ოკეანის თვალუწვდენელ რიფებზე რიფის თევზები წყალში დიდი რაოდენობით სპერმასა და კვერცხუჯრედს გამოყოფენ. აქ გავრცელებული ქარები ოკეანის სწრაფ დინებებს სიმძლავრეს მატებს. განაყოფიერებულ კვერცხებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წაიღებს, სადაც ისინი გამოიჩეკებიან და ახალ გარემოში დამკვიდრდებიან. ახლად გამოჩეკილი თევზი პატარა და სრულიად დაუცველია. ამიტომ გადასარჩენად გარკვეულ ტაქტიკას მიმართავს. ზღვის ფსკერს ეწებება და იქვე იკვებება მტაცებელთაგან თავის დასაღწევად. ზოგი კი უფრო დაცულ საცხოვრებელს ამჯობინებს. ზღვისა და ხმელეთის საზღვარზე რიფის თევზების ინკუბატორი მდებარეობს. აზია წყნარი ოკეანის სანაპიროებზე მანგროს ტყეები ჭარბობს. 80-მდე სახეობა ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ეკვატორთან ახლოს ცხოვრობს. აქ მტაცებლები ნამდვილად არ არიან, მაგრამ დახლართული ფესვები და ამღვრეული წყლები მნიშვნელოვნად აფერხებს. ბაქტერიები და ალპობაში წასული მცენარეები ლიფსიტებისთვის მშვენიერ საკვებს წარმოადგენს. თუმცა ერთ მშვენიერ დღესაც გაიზრდებიან. ახლომდებარე რიფებში გასვლას გაბედავენ და იქ ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. როდესაც მოქცევა უკან იხევს, ჰექტრობით ცარიელი მიწა ჩნდება. მუტანტი ხორჯოსთვის ეს იდეალური საცხოვრებელია. ეს კი ხტუნია თევზია. ის წყალშიც და მის ზედაპირზეც თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. ხმელეთზე ცხოვრებას ადაპტირებულია და პირში და ლაყუჩებში წყალს იგროვებს, რათა სუნთქვა შეძლოს. ის იმ წყალმცენარეების ზედაპირზე დასრიალებს, რომლებიც მიქცევის შედეგად გამოჩნდება. როდესაც წყალში ჟანგბადი ილევა, სწორედ ეს თევზები უზრუნველყოფენ მარაგის მიწოდებას. მაგრამ ეკვატორული მზის მწველ სიცხეში რისკი დიდია.
დავის გადასარჩენად ჭკვიანური სტრატეგია აქვს შემუშავებული. უბეს თხრის და საათობით ზის სანამ მიქცევა საშუალებას არ მისცემს ხეების ჩრდილს დაუბრუნდეს.